ბავშვი თბილისისაკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსში ნახეს. ამის შესახებ განცხადება თრიალეთთან გაუჩინარებული 15 წლის ბიჭის დეიდამ გააკეთა. მისი თქმით, სოციალურ ქსელში დაწერა ბავშვის გაუჩინარების შესახებ. კომენტარში კი ერთ-ერთმა მომხმარებელმა უთხრა, რომ მოზარდი თბილისის მარშრუტკაში ნახა. სურათები აჩვენა და დაუდასტურა, რომ ის მისი დიშვილი იყო. ამის შესახებ პოლიციას მან უკვე მიაწოდა ინფორმაცია. ის 15 წლის ბიჭის მოტაცების ან გატაცების მცდელობას გამორიცხავს, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველია. ჩემ გულში საიტზე დავდე და გამომიხმაურა ადამიანი, რომ ამ ბავშვმა ჩემთან ერთად იმგზავრა და გამიკვირდა კიდევაც არასრულწლოვანი ბავშვი და მარტო როგორ მოძრაობდა, გადაადგილდებოდა, ანუ და ბოლოს ვნახე დიდუბეშო ჩამოიცალა მარშრუტკა. ეს გავიგეთ, რომ ანუ ბავშვი ქალაქშია და თბილისშია, თუმცა თბილისში შემნაცავებთან მოვიკითხე და ისეთი არავინ არის, რომ მიეკითხებინათ სახლში და მათ არ დაერეკათ ჩვენთვის. ანუ თბილისში, ბავშვი თბილისში წავიდა. საიტზე მომწერეს და მეც მივაწოდე ინფორმაცია პოლიციას, რომ კი ვთხოვე და ამიკრეკეთ მეთქე რომელიც მოიცი და არ დამიკავშირდა და პოლიციას გადავეცი და ისინი მოიძიებენ დანარჩენ ინფორმაციას, ვინაიდან მე ვერ მოვიპოვე მაგის იქით. დეიდის თქმით, მოზარდი დედასთან ერთად მარტო ცხოვრობს. დაახლოებით 2 საათისთვის ვერხვებიდან საკუთარი სახლიდან ჭალის უბანში ბებიასთან წავიდა. 10 წუთში დედამ ბებიასთან დარეკა, თუმცა ბავშვი მისული არ იყო. დეიდის თქმით, ბავშვის ყველა ახლობელთან მოკითხვის შემდეგ სამართალდამცველებს შეატყობინეს. დაახლოებით 2 საათისთვის წამოვიდა ვერხვებიდან ჭალის მიმართულებით. დარეკა დედამ ბებოსთან, ანუ რომ ბავშვი წამოვიდა 10 წუთია. შემდეგ 1 საათის შემდეგ დარეკა არ მოსულა. იმის შემდეგ ხშირი კონტაქტის შემდეგ ყველა ნათესავი, ყველა მეგობარი, კლასელი მოვიძიეთ, ვეძებეთ შუა ღამემდე და რომ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მივიღეთ, მივაკითხეთ პოლიციას და განვაცხადეთ. ანუ წუხელი განაცხადეთ? წუხელისვე განვაცხადეთ პოლიციას. დღის 2 საათიდან რომ გაუჩინა და საღამოთ ღამე უკვე განვაცხადეთ პოლიციაში. იმიტომ რომ ჩვენი წყაროებით ვცდილობდით, რომ ჯერ ჩვენ ამოძრავებულიყავ და შემდეგ პოლიცია შეგვეწუხებინა. სანათესაოში ყველგან მოიკითხეთ? ყველგან მოვიკითხეთ და ვერცად ინფორმაცია ვერ მივიღეთ. თრიალეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა უწყების ინფორმაციით მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მოზარდის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.